გაგიმხელთ რომ მე ახლა ძალიან ღელა იმდენად რამდენადაც უაღრესად სენსიტიურ ძალიან მნიშვნელოვან ცხადია მაგრამ ამავდროულად ძალიან სენსიტიურ თემას უნდა შევეხო და ყველა სიტყვა რომელსაც წარმოვთქვა უნდა ავწონო 1000 ჯერ მეტად 10000 ჯერ მეტად ვიდრე ამიწონია ნებისმიერი სხვა სიტყვა სხვა ვიდეო ბლოგებში მე მაჩნია რომ პასუხისგებლიანი ავტორი ვარ და ყველა ვიდეო ბლოგია და ამ არხზე 1000-ზე მეტი ვიდეო ბლოგია გამოქვეყნებული. ყველა ვიდეო ბლოგში მე ვცდილობდი გაწონასწორებული სიტყვა მეთქვა, ვცდილობდი, ხან გამომდიოდა, ხან არა. მაგრამ ვცდილობდი კია. მაგრამ ახლა კვლავ ვიმეორებ, ისეთი ისტორიული პროცესები ხდება გარშემო და ისეთი ისტორიული მართლაც და ისეთი მნიშვნელოვანი ამბები ხდება გარშემო და ისეთი საინტერესო ამბები ხდება და ისეთი მრავალწახნაგოვანი ამბები ხდება რომ მე პასუხისგებლიან პირს ან პირს რომელსაც სურს რომ იყოს პასუხისგებლიანი თუ გნებავთ ასე ვიტყვი მომიწევს კიდევ უფრო მეტად აწონ-დაწონვა 1000 ჯერ მეტად აწონ-დაწონვა მეთქი ასე ვიტყვი თქვენის ნებართვით მით უფრო მომიწევს ამის გაკეთება იმისა და გამო რომ მე პასუხისმგებელი ვარ გაგიკვირდებათ და არა მხოლოდ თქვენს წინაშე, თქვენი მაყურებლების წინაშე. არამედ ახლა გამომდის შესაძლოა, მაგრამ მაინც ისტორიის წინაშეც მეთქი. გაივლის წლები და ამ ვიდეო ბლოგსაც ნახავს 5-7 თუ 17 თუ 117 მოქალაქე მომავალი თაობებიდან. ხო, შთამომავლობიდან, ესე ვიტყვი. და იმ ადამიანებმა არ უნდა თქვან რომ ეს კაცი ირაკლი დაბლიაშვილი არასერიოზული კაცი იყო. ამიტომ ყველა ჩემი პროგნოზი, მე კი ვეცდები რომ პროგნოზი არ გავაკეთო დღეს, მაგრამ ყველა ჩემი პროგნოზი თუ მაინც და მაინც სიტყვა გამექცა, სიტყვა წამწდა, ხო, უნდა იყოს პროგნოზიც უნდა იყოს ესეთი შეწონილი, აწონილ-დაწონილი, დაფიქრებული, ბევრად მეტჯერ დაფიქრებული, მეტად დაფიქრებული ვიდრე აქამდე გამიკეთებიან ამ პროგნოზები. თან ამპლიტუდა, ასე ვიტყვი, არის რაც შეიძლება მოხდეს, არის უაღრესად ფართოკუთხიანი 180 გრადუსიანი მეთქი, ასე ვიტყვი. შეიძლება მოხდეს A წერტილიდან B წერტილამდე ნებისმიერი წერტილი, რაც კი შეიძლება ჩაეტიოს, იმ რაკურსით თუ იმ კუთხით განვითარდეს მოვლენები. ღმერთმა უწყის მოკლედ, ტრამპმაც არ იცის. ზელენსკიმაც არ იცის, არა პუტინმაც არავინ არა, მეც არ ვიცი, არავინ არ იცის, რა შეიძლება მოხდეს ამ უახლოეს დღეებში. ამიტომ პროგნოზი მართლა უმადური საქმეა ახლა. და კვლავ ვიმეორებ, მე ვეცდები რომ ავწდე პროგნოზსაც ალბათ გამომივა, ან შეიძლება არც გამომივიდეს ჩემი აზრი, შეიძლება მოგახსენოთ გარკვეული ალბათობით როგორ განვითარდება მოვლენები უახლოეს დღეებში, 3 დღეში, 4 დღეში, 5 დღეში, 1 კვირაში, 2 კვირაში, 1 თვეში, ღმერთმა უწყის რამდენი ხანი. ეს არ ვიცით საბოლოო ჯამში. უახლეს ინფორმაციასაც ვერ მოგაწვით მეორე მხრივ, იმიტომ რომ ყველა ახალი ინფორმაცია ყოველ ნახევარსაათში ძველდება. აი გუშინ 12 საათის წინ, 13 საათის წინ დაახლოებით პრაქტიკულად პირდაპირ ეთერში ამ ტელეფონში მომივიდა notification-ი ეგრეთ წოდებული ცნობა იმის თაობაზე, რომ ვიტალი პორტნიკოვმა გენიალურმა ჩემი აზრით იმ მომხილველმა ჟურნალისტმა, ბლოგერმა, ანალიტიკოსმა ატვირთა ვიდეო ბლოგი. შევედი თუ არა მართლაც 2 თუ 3 წუთის ატვირთული იყო ვიდეო ბლოგი და დავიწყე მოსმენა, თვალყურის მიდევნება და აღმოვაჩინე რომ ვიტალი პორტნიკოვმა დააგვიანა, როცა თქვა რომ მოსკოვს არ გაუკეთებია კომენტარი ჯერჯერობით ტრამპის გეგმაზე რომ. არადა ნახევარი საათით ადრე, აი ნახეთ როგორ ხდება ხანდახან, მაინც ნახევარი საათით ადრე მოსკოვმა გააკეთა კომენტარი ტრამპის 28 პუნქტიან თუ მუხლიან შეთავაზ სამშვიდობო გეგმაზე. პორტნიკოვმაც კი დააგვიანა. ამიტომ ახლა რასაც ვიტყვი 15 წუთში თუ 7 წუთში თუ 18 წუთში, ხო შეიძლება დაგვიანებული იყოს. შეიძლება სულ სხვა რამ მოხდეს. ამიტომ კვლავ ვიმეორებ, მე ვეცდები რომ ფაქტებზეც კი არ ვისაუბრო. აი მაგალითად ვერ წარმოვთქვამ დაბეჯითებით რამ წინადადებას, მაგალითად ვერ ვიტყვი რომ
იტალიის პრემიერ-მინისტრს ვერ ვიტყვი. არ გაუკეთებია კომენტარი ჯერჯერობით. იმიტომ რომ როგორც კი ეს ვიდეო ბლოგი აიტვირთება და საშუალოდ 20-25 წუთი 30 წუთი სჭირდება საშუალო ქრონომეტრაჟის ვთქვათ 30 წუთიანი ვიდეო ბლოგის ატვირთვას როგორც წესი შეიძლება 70 წუთში გააკეთოს მელონიმ რამ ისეთი კომენტარი რაც დააძველებს ჩემს ამ ვიდეო ბლოგს კონკრეტულად ასევე კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა რომ პასუხისმგებელია ვარ არა მხოლოდ თქვენს წინაშე 5000, 7000, 10000 მომხდელი ეყოლება ამ ვიდეო ბლოგს მეტი შესაძლოა და ალბათ უფრო ნაკლები, მაგრამ მომავალი თაობების წინაშეც ვარ პასუხისმგებელი. სიტყვა გაექცა ტაბლიაშვილსო, ვეცდები რომ არ ვათქმევინო ყოველ მომავალ მაყურებელს დღეების, თვეების, წლების შემდეგ. ახლა გადავიდეთ მთავარზე. ძალიან ძიმე პროცესები მიმდინარეობს უკრაინასთან დაკავშირებით. ემოციურად თუ ვიბჯელებთ და მხოლოდ ემოციურად ვიბჯელებთ. ტრამპი არის ცუდი კაცი. ტრამპი რომელიც სწირავს უკრაინას. აი ამ 28 პუნქტის მუხლის შეთავაზებით, საიდანაც 28-ვე თუ არა 26 ან 25 არის სრულიად კაპიტულანტური, ტრამპი კაი კაცი არ გამოდის. ძალიან ძიმე წარმოსათქმელია ეს სიტყვები გულახდილად გეტყვით. ამიტომ ძალიან იოლიც არის აქედან გამომდინარე თუ მხოლოდ ამ დოკუმენტს დავეყრდობით ტრამპის გინება, კრიტიკა გინება. და მეც თუგნებოდ ვიტყვი ახლა 7-8 წარე სიტყვას. ვიტყვი რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გასწირა უკრაინა. იოლის სარქმელია მეთქი აქ იგითხარით. თუმცა ტრამპის ამ შეთავაზებაში უკრაინისათვის გარკვეული ლოგიკა არის. უნდა ვაღიარო. კერძოდ ტრამპს მიაჩნია და მიმაჩნია რომ მე პირადად ვფიქრობ რომ უსამართლოდ მიაჩნია, ანუ ის არ ფლობს ინფორმაციას ბოლომდე. გავბედავ და ვიტყვი ამას. ის ფლობს ინფორმაციას მხოლოდ რუსული წყაროებიდან, რუსეთიდან და რუსეთის მოკავშირეებისაგან და არასწორ ანალიზს აკეთებს. მოკლედ, ტრამპს მიაჩნია რომ უკრაინა აპრიორი მარცხდება. და თუნდაც ამ ცუდ ვაღიარებ მე და ალბათ აღიარებს ტრამპიც. შეთანხმებას არ მოაწერს ხელს პრეზიდენტი ზელენსკი, უკრაინა განადგურდება როგორც სახელმწიფო. ტრამპს, რომელიც სასიცოცხლოდ არის დაინტერესებული იმით, რომ მერვე თუ მეცხრე თუ მეათე კონფლიქტი მოვაგვაროს, საკამათოა როგორ მოვაგვარა იმ დარჩენილი 8 კონფლიქტიდან ზოგიერთი, მაგრამ ამაზე არ გავამახვილებ ახლა ყურადღებას. ტრამპი სასიცოცხლოდ არის დაინტერესებული რომ მოვაგვაროს კონფლიქტი მერვე თუ მეცხრე რუსეთ-უკრაინას შორის, სასიცოცხლოდ არის დაინტერესებული. ტრამპი მიიჩნევს რომ ახლა და სწორედ ახლად გადგა ჟამი კონფლიქტის დარეგულირებისა, წინააღმდეგ შემთხვევაში თასთან ბარს გაასწორებს მიწასთან რუსეთი თუ უკრაინა ყველაფერზე არ დათანხმდება, გარდა იმისა, რომ ყველაფერთან ერთად რუსეთი დახოცავს მეტ უკრაინელს. ამიტომ ტრამპს მიაჩნია რომ უკრაინელს არ აქვს არანაირი საფუძველი რომ არ მიიღოს თუნდაც მისი ან უკრაინის აზრით ეს კაპიტულანტური შეთანხმება, იმიტომ რომ უარესი მოხდება. რაღაი ტრამპი ასე ფიქრობს და ვერ გადაათქმევინებ მეთქი, ასე ვიტყვი. მის შეთავაზებაში, ამ ცუდ შეთავაზებაში, ამ ცუდ 28 მუხლიან შეთავაზებაში არის ლოგიკა, უნდა დავიჭიროთ. გარდა ამისა, ვიტყვი ასე ამ კუთხით ვიმიჯელებ თქვენის ნებართვით. მოდი აპრიორი ავიღოთ ერთი მთავარი თემა, რომელზეც უკვე შემდგომაც გავამახვილებ მე ყურადღებას. და ვიკითხოთ ასე, რა უნდოდა იმ თავიდანვე რუსეთს? უნდოდა ამას 3 რეგიონი, ყირიმი და დონეცკი და ლუხანსკი, უნდოდა 5 რეგიონი, ყირიმი, დონეცკი, ლუხანსკი, ზაპოროჟიე და ხერსონი, თუ უნდოდა მთლიანად უკრაინა. თუ ჩვენ ამოვალთ იმ საფუძვლიდან რომ რუსეთს სჭირდებოდა და უნდოდა მთელი უკრაინა, მაშინ მთელი უკრაინა მას არ წაუღია. ამ ხელშეკრულებას დღეს რომ მოაწეროს 27-ში რომ მოაწეროს ხელი პრეზიდენტმა ზელენსკიმ, მაშინ უნდა ვთქვათ რომ უკრაინა გამარჯვებულია. იმიტომ რომ რუსეთმა დასახულ ამოცანებს ვერ მიაღწია.
ეს ძალიან საინტერესო რაკურსია სხვათა შორის, რომელზეც აკითხარით მე გავამახვილებ ყურადღებას რამდენიმე წუთში. სხვა კუთხით გავამახვილებ ყურადღებას ამ რაკურსზე, ამ აქცენტს, ამ რაკურსზე სხვა კუთხით დავსვამ. ტრამპი შესაძლოა მიიჩნევს, რომ რაღაცი ვერ მიაღწია რუსეთმა სრულ იმ ამოცანებს, რომლებიც სრულად ვერ მიაღწია იმ ამოცანებს, რომლებიც იმ თავითვე ჰქონდა დასახული, აქედან გამომდინარე უკრაინას საწუწუნო არც არაფერი აქვს. გარდა ამისა, ტრამპი მიიჩნევს შესაძლოა და ალბათ ასეც არის, რომ რუსეთი არც არავის აღარ დაესხმება თავს, თუ კონსტიტუციაში ან სხვა კანონებში ის ჩაწერს, რომ მას არ აქვს ტერიტორიული პრეტენზიები ევროპასთან, არ აწარმოებს ომს ევროპის ცალკეულ სახელმწიფოებთან, ბალტიის სახელმწიფოებთან, ასე მაგალითად თუ პოლონეთთან, ეს გვაგირებს ტრამპმა, რომ არ დაესხმება თავსო უკრაინას კი არა ევროპასო და რუსეთს ააღებინებს ამ ვალდებულებას, ყველაფერი ოკეია, ყველაფერი კარგად არის. ტრამპს ვერ გაუგია ერთი რამ ჩემი აზრით, რომ პრეზიდენტი ზელენსკი ამ ყველაფერს ხელს არ მოაწერს. იმიტომ რომ პრეზიდენტი ზელენსკი ყველასი არ იყოს ისტორიის, უკრაინის ისტორიის წინაშე არის პასუხისმგებელი. პრეზიდენტ ზელენსკი უკვე არის ისტორიული პერსონა და მას პრინციპულად სწორადაც მიაჩნია, რომ უკრაინის ისტორიაში, უკრაინისა, რომელიც მუდმივად იარსებებს, ვიდრე ეს პლანეტა იარსებებს, ის არ შეიძლება შევიდეს კაპიტულანტ, დამარცხებულ და კაპიტულანტ ლიდერად ჩაეწეროს. ეს არ არის მეორეხარისხოვანი ფაქტორი, კი მესმის, რომ საკუთარი თავი არ უნდა ანაცვალო ქვეყანასო ვინმე იტყვის, მაგრამ ისტორიულ მომენტუმს, ისტორიციზმს, როგორც ასეც, პრეზიდენტი ზელენსკი ხვდება და გრძნობს ჩემი აზრით ყოველ შემთხვევაში. აქედან გამომდინარე დამატებით, პრეზიდენტი ზელენსკი ამ ხელშეკრულებას თუ შეთანხმებას არ შეთავაზებას არ მოაწერს ხელს. გარდა იმისა, რომ კაპიტულანტურია და არსებითად ღირსების შემლახავია ეს შეთანხმება შემუშავებული ვაშინგტონში და ტრამპის და სხვების მიერ და მოწონებული ტრამპის მიერ. გარდა ამისა, პრეზიდენტი ზელენსკი ამას ტრამპი ვერ ხვდება. არ არის ერთადერთი ფიგურანტი გაგიკვირდებათ და მოდი ესე ვიტყვი, რა მნიშვნელობა აქვს პრეზიდენტი ზელენსკი მოაწერს თუ არა ხელს, ტრამპი ვერ ხვდება ამას. ჯარისკაცი მეომარი ათასობით კი არა, ათობით ათასი კი არა, ასობით ათასი მეომარია იქ უკრაინის ფრონტის ხაზზე მთავარი. პრეზიდენტი ზელენსკი სულ კიბოდიშებ და გაგიჯდეს და ამ კაპიტულანტურ ხელშეკრულებას თუ შეთანხმებას მოაწეროს ხელი სხვადასხვა ან რა გინდა რა საბაბით თუ მიზეზით, მათ შორის საბაბით რომ აი რუსეთი რომ ვიცოდეთ მაინც გაასწორებს მიწასთან თელ უკრაინას თუ ახლა არ დავთანხმდებით ამაზე, ჯარისკაცები ათობით კი არა, ათობით ათასი კი არა, ასობით ათასი ჯარისკაცი ამ შეთანხმებას არ მიიღებენ, ისინი ცალკე ამერიკას შეუკურთხავენ, ასე ვიტყვი, და ცალკე შეუკურთხავენ მათ დღევანდელ ლიდერს, პრეზიდენტ ზელენსკის, რომელიც რასაკვირველია ისტორიული პერსონა. ზელენსკი ამას შესანიშნავად ხვდება იმას, რომ ვუტრირებ ცხადია, მაგრამ ერთ კვირაში ეს ჯარისკაცები გაჩნდებიან კიევში. ერთ კვირაში თუ არა 10 დღეში ნამდვილად, 10 დღეში თუ არა 2 კვირაში ნამდვილად, 2 კვირაში თუ არა 1 თვეში ნამდვილად და გიბოდიშებთ პირდაპირ სიტყვისთვის, მაგრამ არა მარტო ჩამოაგდებენ პრეზიდენტ ზელენსკის პირდაპირ მნიშვნელობით. არამედ სასტიკადაც დასჯიან მეთქი. იმის გამო, რომ ის წავიდა უკრაინის ინტერესების, ჯარისკაცები ასე მიიჩნევენ უკრაინის ინტერესების საწინააღმდეგოდ. აქ ემოცია ბევრ რამეს წყვეტს, არა მხოლოდ პრაგმატული მათემატიკური გათვლები, არამედ ემოციას, მით უმეტეს რომ პრაგმატული გათვლებითაც არ არის თლად მართალი პრეზიდენტი ტრამპი. იმიტომ რომ თუ უკრაინა ამ კაპიტულანტურ ხელშეკრულებას შეთანხმებას მოაწერს ხელს, ეს იქნება არა მხოლოდ უკრაინის მარცხი, არამედ ის იქნება და ყველა ჭკვიანი ადამიანი ამას ამბობს, მათ შორის ამერიკაშიც. ეს იქნება
რუსეთისათვის დათმობა ისეთი, რომელიც მას რუსეთს დამოუკიდებლად იმისა ხელშეკრულებას კი არა კონსტიტუციაში რაც ჩაწერს ეს ვეება და ბოროტის სახელმწიფო და მისი ლიდერები გაათამამებს რასაკვირველია და მისცემს შესაძლებლობას რომ ევროპას ნიშნი მოუგოს ერთი და ევროპას თავს დაესხას ტრამპს ომი გონია მარტო ველზე მიმდინარე ტანკებით და ჯარისკაცებს ტანკებით მიმდინარე პროცესი და ჯარისკაცების მიერ ავტომატის სროლა. არა, ომი 21 საუკუნეში განსაკუთრებით სხვადასხვაგვარია, ჰიბრიდულია და რუსეთს მისცემს შესაძლებლობას ეს ყველა ფერი, ანუ უკრაინის დამარცხება, კაპიტულაცია, ერთგვარი თუ მრავალგვარი, რომ უკვე მომავალში დაესხას თავს სწორედ ბალტიის სახელმწიფოებს, აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოებს, პოლონეთს განსაკუთრებით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. კვლავ ვიმეორებ, ტანკები კი არ შეაგრიალოს მაინც და მაინც ვარშავაში ვერც მოახერხებს ამას. არამედ ჰიბრიდული სერიოზული ოპერაციები აწარმოოს და მათ შორის ისეთი, რომელთა მიზანიც იქნება რეჟიმ ჩეინჯი თუ ჩეინჯები სხვადასხვა ქვეყანაში. ბალტიის სახელმწიფოებში, პოლონეთში, ჩეხეთში, რუმინეთში, უნგრეთში ალბათ ნაკლებად, იმიტომ რომ ყოველ შემთხვევაში დღეს მას ორბანი ხავს, რომელიც ჩემი აზრით მაინც დამარცხდება, მაგრამ ხო ნუ უნგრეთშიც, რა ვიცით, უნგრეთში ანტირუსი მოვიდა 2026 წელს. წლების შემდეგ რუსეთი ამ ოპერაციებს მიმართავს და რასაკვირველია უკრაინაში რეჟიმ ჩეინჯი უნდა მოხდეს. რუსეთის ამოცანა იყო, კვლავ ვიმეორებ, არა 5 რეგიონის დაპყრობა, არამედ დაპყრობა მთელი უკრაინისა და თუ ამას ვერ ახერხებს ძალით, ამის გაკეთებას ის მოისურვებს ისე როგორც ეს გააკეთა მან საქართველოში. როდესაც ძალით ვერ გააუქმა ქართული სახელმწიფო, მაგრამ 2012 წელს შეუსრულა ქართულ საზოგადოებას უგაცრავად წლისთვის და მოიყვანა ღიად პრორუსი, თავდაპირველად კარგად შეფუთული, მაგრამ ღიად პრორუსი პოლიტიკოსი ოლიგარქი, ბანდიტი, ეზინა ივანიშვილი, რომელმაც მთლიანად გადაასკუპა ეს ქვეყანა რუსულ ნავში, ჩასაძირად განწირულში, მეთქი ახლა უნდა მეთქვა და კი ბატონო ვიტყვი, ჩასაძირად განწირულ ნავში. იქაც უკრაინაში ზელენსკი თუ წავა და ზელენსკი წავა. ნებისმიერი ფორმით მშვიდობის დამყარების შემთხვევაში ზელენსკი წავა. რუსეთი წლების შემდეგ თუნდაც დაითბენს, პირობითად 4 წელიწადი, კარგს ჰიბრიდულ ოპერაციებს ჩაატარებს, მათ შორის საინფორმაციოს და ფსიქოლოგიურს უკრაინულ საზოგადოებაში 12 მილიონი მართლა გასულია და ბევრი გავა ამ პროცესის შემდეგ, ამ კაპიტულაციის შემდეგ, თუ კაპიტულაცია მოხდა, 4 წელიწადში მაგალითად მოიყვანს რომელიმე არა იანუკოვიჩის გვარით, არამედ რომელიმე იანუკოვიჩის კლონს, ანუ იანუკოვიჩის მსგავს, რომელიც უკრაინის სულისკვეთებას შეცვლის. ამასობაში მოხდება ის, რომ უკრაინა თურმე ნატოშიც არ შესულა და ევროკავშირშიც არ უშვებენ, ვინც ის იქნება უკრაინაში, ევროკავშირშიც არ უშვებენ, არავინ არ იცის ეს, ხო? და ასე შემდეგ და მიუღწევია რუსეთს საკუთარი ბიზნესისათვის რუსული ენა სახელმწიფო ენა, რუსულად წირვალოცვა ტარდება, უკრაინის შეერაღებული ძალები შემცირებული კი არა, პრაქტიკულად განადგურებული, დემორალიზებულია სულ მინიმუმ და ასე შემდეგ. ტრამპს ესეთი წარმოდგენები აქვს, მაგრამ მე კი გითხარით, რომ დაუბრუნდები პირველ სიტყვას და პროგნოზია ეს, აბა რა არის? ზელენსკი არ მოაწერს ხელს ამ შეთანხმებას. რომ მოაწეროს, მას ჩამოაყირავებენ. და ასევე ტრამპს ვერ გაუგია, რომ ზელენსკი მოაწერს თუ არ მოაწერს ამ შეთანხმებას ხელს, ეს არ არის მნიშვნელოვანი. მნიშვნელოვანია, რას იზამს 100,000 კაცი, 200,000, 800,000 ჯარისკაცი მეომარი. ხედა ღამე აკოპში რო არიან, სანგარში უკაცრავად, სანგარში რო არიან, ტრამპი უნდათ ეხლა მათ და ჯეი დი ვენსის ამბიციებს უნდა მიაქციონ ყურადღება, პრეზიდენტი გახდება თუ არა ის 2029 წლიდან, 28 წელს, მიწურულს, ნოემბერში. ეხებზე კიდიათ რასაკვირველია. იმ ჯარისკაცებს. მათ იციან, რომ სისხლი დაღვარეს მეგობარი მოუკვდათ, ოჯახის წევრი მოუკვდათ, ახლობელი მოუკვდათ, თუნდაც უცნობი, მაგრამ ვაჟკაცი ბიჭი მოუკვდათ გვერდით და ეს ვაშინგტონ მოსკოვის გარიგებები მათთვის ნაკლებად
საინტერესო. აქედან გამომდინარეც, რაც არ უნდა გააკეთოს ზელენსკიმ, ჯარისკაცი არ დატოვებს მაგალითად დონბასს. ან ზელენსკი რო ბრძანოს, რომ შეუმცირდეს ეს შეიარაღებული ძალები 300,000-ითო, ზელენსკის ეთქვია, რომ ჩვენ ამაზე თანახმანი არა ვართო და დამთავრდება ზელენსკი. ზელენსკი ამას გრძნობს და ამიტომაც დამატებით, ამიტომაც არა მოაწერს ხელს ამ ყველაფერს. თუმცა მე კვლავ ვიმეორებ იმის თქმას ალბათ ღირს, რომ მოვლენათა განვითარებას უნდა დაველოდოთ მაინც და ყველა სიტყვა უნდა ავწონოთ. მეთქი კიდევ ერთხელ ვიტყვი. მაგალითად, არ შეიძლება აპრიორი იმის თქმა, მაინც არ შეიძლება, რომ ეს ხელშეკრულება საერთოდ იქნება შეთავაზებული უკრაინისათვის, თუნდაც 27-მდე ან 27-ის შემდეგ ხელმოსაწერად. იმიტომ რომ ევროპელები პარალელურად ამზადებენ, დღესაც კი შეიძლება იყოს ევროპელთა კოორდინირებული, შეთანხმებული ალტერნატიული წინადადება, რომელსაც ტრამპს დაუდობენ. თითქოს რაღაც წრეზე მივდივართ. აი, გახსოვთ ხო, შეხვედრა ალასკაზე და მერე ჩასული ევროპელი ლიდერები. ამ ევროპელ ლიდერებს შორის პრეზიდენტი სტუბი ასე მაგალითად მეორე ხარისხოვანი პირი არ არის, ის სხვათა შორის იმიტომაც არის დამატებით აქტიური, დამატებით. რომ ჯერ ერთი ტრამპის მეგობარია, გოლფს ეთამაშება ხოლმე, ეს გოლფის მცოდნე კაცი იმ გოლფის თამაშის არ მცოდნე კაცი. ეს ერთი. და მეორე, რაც ასევე მნიშვნელოვანია, პრეზიდენტი სტუბი შესანიშნავად ხვდება, რომ სამიზნე რუსეთისა მომავალში შეიძლება გახდეს ფინეთიც, რომელიც ამასობაში ნატოს წევრი ქვეყანა გახდა და რომელსაც რუსეთთან 1300 კილომეტრიანი საერთო საზღვარი აქვს. ამიტომ სტუბისთვის, როგორც ფინელისთვის და როგორც ფინეთის პატრიოტისთვის, უმნიშვნელოვანესია რუსეთის დღეს და ახლა გაჩერება. სტუბი რატო ვახსენე? სტუბიც იქნება თანაავტორი ევროპელთა წინადადებისა, რომელსაც პრეზიდენტ ტრამპს დაუდებენ. მე მგონია, რომ პრეზიდენტ ტრამპი ევროპელთა წინააღმდეგ ასე ღიად ვერ წავა, როგორც ვერ წავიდა მაშინ, როცა ალასკაზე შეხვდა პუტინს, მერე ვაშინგტონში შეხვდა ევროპელებს და ევროპელებს უთხრობ, თქვენ ყოფილხართ მართლები. კიდევ ის თქმა შეიძლება. ყველა სიტყვა უნდა ავწონოთ მეთქი, აკი ამას ვამბობ. და ბევრი რამ შეიძლება მოხდეს. აი მაგალითად, ამ ხელშეკრულებაში 28 პუნქტი ხო არის, შეიძლება ამოიღონ ამ შეთანხმებიდან პირობითად მე-17, მერვე და მაგალითად მე-15 და მაგალითად მე-12 მუხლები. არა აქვს მნიშვნელობა, რომელს დავასახელებ რიგითობით. მაგალითად, შეიძლება ამოიღონ მუხლი იმის თაობაზე, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები უნდა შემცირდეს. მაგალითად, შეიძლება ამოიღონ მუხლი იმის თაობაზე, რომ რუსეთის დესანქცირება უნდა მოხდეს ეტაპობრივად და მისი საერთაშორისო ფორმატებში დაბრუნებაც უნდა მოხდეს მომავალში. მაგალითად, შეიძლება ამოიღონ მუხლი იმის თაობაზე, რომ ამ ეგრეთ წოდებულ ბუფერულ ზონაში არავინ არ უნდა განთავსდეს. მაგის პასუხია, როგორ უნდა გააკონტროლოს დასავლეთმა რუსეთი რას იზავს ბუფერულ ზონაში რუსეთის მოქმედებები. მაგალითად, ეს არის მე-14 მუხლი. ეს პაზლი მადგება ბავშვის ლილესი. კარგად ახსნა, აქ 28 ცალი არ არის სიმართლე გითხრათ, მაგრამ 20 კი არის. და ასე შემდეგ. ეს ევროპელთა წინადადებებში შეიძლება ჩაიწეროს ეს ყველაფერი, თუ მაინც და მაინც კი ბოდიშებ და არ დაახიეს თავზე, ალბათ არც დაახევენ პრეზიდენტ ტრამპს იმ შეთანხმებას, ევროპელებიც გონიერები არიან და ევროპელებიც სულმოდბივად უკმაყოფილებენ ტრამპს ამ ეგოს და ეუბნებიან, რომ შენ ლიდერობით უნდა მოხდესო და გონივრულად იქცევია, პრეზიდენტი ზელენსკის ასე იქცევა. რას საკვირველია, ჩვენ არავის ვათქმევინებთ, რომ დიპლომატიური გზებით კონფლიქტის გადაწყვეტაზე უარი უკრაინამ თქვაო. პრეზიდენტ ზელენსკის ამოცანა ძალიან რთული, ემოციურად ძალიან რთულია ეს ყველაფერი, მაგრამ პრეზიდენტ ზელენსკის ამოცანაა, რომ ყველაფერი ისევ და ისევ დაბრალდეს რუსეთს, ვინც რა საკვირველია ეს ქვეყანა, რაც საკვირველია ყველაფერზე ისედაც პასუხისმგებელია ტრამპის მიხვდეს, რომ პირველ ყოვლისა სწორედ რუსეთი არის წინააღმდეგი ამ რედაქციით თუ სხვა რედაქციით ამ
შეთანხმების მიღებისა, ისე ვიტალი პორტნიკოვი წერს რაღაცას. დღეში წერს ეს კაცი დაახლოებით 15-17 ვიდეოს. ისეთი ამბები ხდება, რომ ნეტავი ყველა შეეძლოს 15-17 ვიდეოს ჩაწერა და სულ 24 საათიან მუშაობაში, რეჟიმში მუშაობა. ახლა კიდევ ერთი ასპექტი, რომელიც კიდევ ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანია ჩემთვის, ან მნიშვნელოვანი კომპონენტია ამ ვიდეობლოგისა. ყველაზე საპასუხისმგებლოც მეთქი ასე ვიტყვი. აქ იგითხარით, რომ მე პასუხისმგებლიანი მინდა რომ ვიყო ისტორიის წინაშეც და თანამედროვეობის წინაშეც. თქვენს წინაშე. ასე ვიტყვი. და ყველას ვინც საჯარო სივრცეში არის და კომენტარს აკეთებს ამ თემებზე, მე ვურჩევ და ვთხოვ, რომ ერთი რაკურსით დაინახეთ კიდევ ეს ამბები. თუ ჩვენ, მათ შორის მეც, ვიტყვით ხმამაღლა, რომ ამას ვამხელ, ღიად ვამბობ ამას, საუბრობ ამაზე. ვიტყვით ხმამაღლა, რომ ტრამპი ეს ემოციები გვძალავს, რომ ტრამპმა მიატოვა უკრაინა. ან დასავლეთმა მიატოვა უკრაინა. შეიძლება მართლა ასე აგვეფიქროს, ხო? იმიტომ რომ უკრაინა ვერ იმარჯვებს გამარჯვების იმ შინაარსით, იმ კონოტაციით, რომელი კონოტაციაც ჩვენ ასე ვიცით, რომ რომელი კონოტაციითაც ერქვა გამარჯვებას გამარჯვება. მოკლედ ყირიმს ვერ იბრუნებს დონბასს და ასე შემდეგ. ვერ იბრუნებს ფაქტი ჯიუტია. თუ ჩვენ ამის გამო ფრიად შემოვწყრებით დასავლეთს და ვიტყვით, რომ დასავლეთი რა საზიზღარი ყოფილა, ეს ემოციური განცხადება, ემოციაზე დაფუძნებული განცხადება. ჩვენი კრიტიკა დასავლეთის მიმართ, ამერიკის მათ შორის, პირველ ყოვლისა, მოდი ასე ვიტყვი, გადაგვეზრდება ანტი-ამერიკანიზმში, ანტიტრამპიზმი გადაგვეზრდება ანტი-ამერიკანიზმში. ეს ფრიად ცუდი იქნება. იმიტომ რომ ქართული ოცნების საზიზღარ რუსულ ხელისუფლებას მივცემთ ჩვენ არგუმენტს, პროპაგანდა ხო ისედაც ამუშავდება და იტყვის იმას, რომ რუსეთის წინაშე მარტო დატოვა უკრაინა დასავლეთმა და კონკრეტულად შეერთებულმა შტატებმა, ეგეც თქვენი დასავლეთი. მაგრამ თუ ჩვენც ამ ასობაში ავყვებით ამ ყველაფერს, პროპაგანდა კიდევ უფრო ძლიერი იქნება. ამიტომ ჩვენ ფართო საზოგადოებას უნდა უთხრათ სრული სიმართლე. და სიმართლე არის ის, რაც მე მოგახსენეთ. წინა ვიდეო ბლოგშიც გავაკეთე და ეხლაც გავიმეორებ. ეს არის მთელი უკრაინა. ჩავთვალოთ. რუსეთს მიაქვს მაქსიმუმ ზუსტი რო ვიყო. რუსეთს მიაქვს 3 რეგიონი: ყირიმი, დონეცკი, ისიც ან მიაქვს ან არა, რა თქმა უნდა, და ლუხანსკი. იმ შემთხვევაში თუ ძალით აიღებს დონეცკის დარჩენილ 25-30% და ლუხანსკის დაახლოებით 10%. ყირიმი სრულად აქვს აღებული. აგრეთვე მიაქვს ნახევარი დაახლოებით ხერსონისა და დაახლოებით 50% ასე ვიტყვით, უგნებოდ 60% ზაპოროჟიესი. არადა რუსეთს და კვლავ ავიღებ პაზლის ყველა ქვას პაზლუკას ხელში. რუსეთს უნდოდა მთელი უკრაინა. ჩავთვალოთ, რომ 5 რეგიონი მიაქვს. 1, 2, 3, 4, 5. ეს ეგალ დავიჭირე. ეს დარჩენილი უკრაინა, აი ეს გადარჩა და გადარჩება. ჩვენ თუ ვიტყვით, რომ დასავლეთმა მიატოვა უკრაინა, ჩვენ ამით ვიტყვით იმას, რომ დასავლეთმა გასწირა უკრაინა და რუსეთმა მოიპოვა გამარჯვება. ოღონდ რუსეთმა გამარჯვება მოიპოვა ამ 5 რეგიონში,
რეალურად მას მთელი უკრაინა აგიგით ხარით უნდოდა. აქედან გამომდინარე რუსეთი დამარცხდა თუ გაიმარჯვა. მე გეტყვით რომ რუსეთი სტრატეგიულადაც დამარცხდა და ტაქტიკურადაც დამარცხდა. მე მესმის რომ ემოციები ბრძალავს და მეც მინდოდა რომ ხუთივე რეგიონი დაებრუნებინა უკრაინას. მაგრამ თუ ეს ვერ ხერხდება, იმიტომ რომ საშინელი ქვეყანაა რუსეთი. ვერ ხერხდება იმ შემთხვევაში თუ ზელენსკი ეგრა მაგის პასუხია ხელს აწერს. ოღონდ ხელს არ აწერს მაღალი ალბათობით. მაგრამ იმ შემთხვევაში თუ აწერს ხელს ვერ ხერხდება ეს. იარავ გაცრავად, ხო ხერხდება ამ ხუთი რეგიონის დაატოვება რუსეთისათვის. მაგრამ იმ შემთხვევაშიც კი თუ ზელენსკი აწერს ხელს, მთელი უკრაინის დაპყრობა მას არ გამოსდის. მანამ სანამ რეჟიმ ჩეინჯს არ ეცდება და არ მოახერხებს. ეცდება? ეცდება. უკრაინას სერიოზული ამოცანების გადაწყვეტა მოუწევს სამომავლოდ? მოუწევს. უკრაინა ვალდებული იქნება, რომ დაიცვას საკუთარი სუვერენიტეტი ჰიბრიდული შემოტევებისაგან, რომლებიც რუსეთისაგან უთუოდ იქნება, ანუ არაკონვენციური, კონვენციური ნაწილის გარეშე ჰიბრიდული შემოტევები, დასაკვირველი უკრაინა ვალდებული იქნება. ეს ყველაფერი კვლავ ვიმეორებ იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი ზელენსკი მიზეზთა გამო მოაწერს ხელს ამ სუიციდიალურ აქტზე, ხილსების შემლახველზე და ასე შემდეგ. მაგრამ არც ერთ შემთხვევაში ჩვენ არ შეიძლება ვილაპარაკოთ დასავლეთის სიცუდეზე თუ და იმაზე რომ დასავლეთმა მიატოვა უკრაინა, გადააგდო უკრაინა, იმიტომ რომ ეს ქოც პროპაგანდას ისედაც ექნება ხელში და ხელთზე დახვეული და ქოც პროპაგანდა ამ ყველაფერს ისედაც გამოიყენებს სათავისოდ და იმის სათქმელად რომ თქვას რომ ბიზინა ივანიშვილი ნახევრად ბრძენი კაცია. ბრძენი კი არა, ბრძენი კი არა, ერთი ჩასრული კაცია ბიზინა ივანიშვილი. კაცი რომელიც განკალებს. ჩვენ შვილებს უნდა ვზრდიდეთ და გავზრდით კიდეც არა ბიზინა ივანიშვილის მაგალითზე. არამედ სწორედაც რომ ასე მაგალითად ზელენსკის მაგალითზე. რომელიც ალბათ მეათერ ვამბობ ამ ვიდეო ბლოგში და პროგნოზია ეს და ესეც უმადური საქმეა ვინმე იტყვის, რომელიც ჩემი აზრით ხელს არ მოაწერს. და თუ მოაწერს, ჩვენ გავზდით ჩვენ შვილებს იმ უკრაინელი ჯარისკაცების მაგალითზე, რომლებიც ტყეში გავლენ და რუსეთს სისხლს ამოუშრობენ. წლების 10 წლეულების განმავლობაში. დამოუკიდებლად იმისა, ვინ იქნება პრეზიდენტი შეერთებულ შტატებში, ან უკრაინაში, ან რუსეთში. ტრამპზე უარესი, თუ ტრამპზე უკეთესი. დამარცხდა თუ არა ბანდერა? არა. რამდენადაც ცოცხალია იდეები, სიგიჟეები ჭყალებში რუსეთის სისხლის ამოშრობის თაობაზე, იმპერიის განადგურების თაობაზე, რუსეთისათვის წინააღმდეგობის გაწევის თაობაზე თუნდაც. შესაბამისად ბანდერა არ დამარცხებულა. ლოგინში მოკვდეს ყველა ვისაც ლოგინში
გარდაცვალება ნორმალურად მიაჩნია ომის დროს. ვიღელვე აღიარებ, როდესაც ამ ვიდეო ბლოგს წერდი. ნახვამდის.